რეალურად რასაც ჩვენ საუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად და ეს შემდეგ, ამ ყველაფერს ერთ-ერთი იმეორებს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლება. მათ შორის ეს ეხება უკრაინასთან რეალურად გააწირეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რისთვის ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი. ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შედეგის გარეშე შედეგი არის ერთადერთი. ეს არის განადგურებული უკრაინა, ეს არის ტერიტორიების 20% დაკარგული, ეს არის ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგული, არაფერს ვამბობ, მთავარ ტრაიკულ მოვლენაზე ეს არის 100,000-ობით დაღუპული უკრაინელი. ხო, რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი? ამაზე არავის არ აქვს, რა თქმა უნდა, პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხი არსებობს. ხო, იყო რაღაც გლობალური ინტერესები, უმახინჯესი, მანკიერი ინტერესები, რასაც შეეწირა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა და როგორც ბატონმა რუბიომ განაცხადა, დაახლოებით 100 წელიწადი, მთელი საუკუნე დაჭირდება იმას, რომ უკრაინა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რომელშიც ის იყო 2014 წლამდე. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ჩვენი ქვეყანა გადავარჩენეთ ამ ტრაგიკულ მოვლენას. დღეს 3 წლის წინ ჩვენთან მოდიოდნენ ზუსტად ამ ტექსტებით, რომ აი უკრაინა იგებს ომს და თქვენ ეს შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან. ამას გვეუბნებოდნენ დახულ კარს მიღმა, როცა მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასევე ბატონი რუბიოს განცხადებების ადასტურებს იმას, რომ ჩვენი მიდგომა იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული.